კაცმან საქმე მოიგვაროს, ვეჭვჭმუნვასა ასე სჯობდეს. შეიძლება ყველაფერი წაართვა ადამიანს, გარდა მისი თავისუფლებისა, აირჩიოს საკუთარი დამოკიდებულება ნებისმიერი ვითარებისადმი, აირჩიოს საკუთარი გზა. ვიქტორ ფრანკლმა საკონცენტრაციო ბანაკი გამოიარა და უამბო ხალხს თუ როგორ უნდა დარჩნენ ადამიანებად ნებისმიერ სიტუაციაში. ფრანკლი არის ლოგოთერაპიის დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის სკოლისა, რომელიც აღწერს ცხოვრების აზრის, როგორც ადამიანის მთავარი მოტივატორის ძიებას. ვიქტორ ფრანკლი. როდესაც ჩვენ მეტი აღარ ძალგვით სიტუაციის შეცვლა, ჩვენ იძულებული ვართ შევცვალოთ საკუთარი თავი. ცრემლების არ უნდა შეგრცხვეს, ის მაჩვენებელია იმ უდიდესი სიმამაცისა, რომელიც გააჩნია ადამიანს, ტანჯვის უნარისა. სულ უფრო და უფრო მეტ ადამიანს აქვს დღეს სახსრები არსებობისთვის და არ გააჩნია ცხოვრების აზრი. სულიერება, თავისუფლება და პასუხისმგებლობა. ეს არის ადამიანის არსებობის სამი ეგზისტენციალი. არასაკმარისი წარმატება არასოდეს ნიშნავს ცხოვრების აზრის დაკარგვას. ჩვენ ცხოვრებაში სიხარული მაშინ შემოდის, როდესაც გვაქვს ის, რითაც შეიძლება დავკავდეთ. გვყავს ის, ვინც შეიძლება გვიყვარდეს და არა ის, რაზეც შეიძლება იმედების დამყარება. წარმატების მიღწევა, ისევე როგორც ბედნიერებისა, შეუძლებელია. ის მხოლოდ მერე მოდის, როგორც დაუგეგმავი შედეგი იმ საქმისადმი ერთგულების, რომელიც უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე თავად შენ ხარ. არ შეიძლება ცხოვრების აზრის განსაზღვრა ზოგადად. ის განსხვავდება ადამიანიდან ადამიანამდე, მომენტიდან მომენტამდე. ნიშნულოვანი ჩვენი შიშები და შფოთვები კი არ არის, არამედ ის, თუ როგორია ჩვენი დამოკიდებულება მათ მიმართ. ბედნიერება პეპელასავითაა, რაც უფრო მეტად დაედევნები მას, მით უფრო გისხლდება ხელიდან, მაგრამ თუ ყურადღებას სხვა რამეზე გადაიტან, ის თავად მოვა და ჩუმად მხარზე დაგაჯდება. ყველა ადამიანი იდეალური რომ ყოფილიყო, მაშინ თითოეული მათგანის ჩანაცვლება ყოველთვის იქნებოდა შესაძლებელი ნებისმიერი სხვა ადამიანით. ფასეულობების შესწავლა შეუძლებელია, მათი მხოლოდ გამოვლაა შესაძლებელი. სტიმულსა და მასზე ჩვენს რეაქციას შორის ყოველთვის არ არის დრო. ამ დროის მანძილზე ჩვენ ვირჩევთ, თუ როგორი რეაგირება გვქონდეს მასზე და სწორედ აქ არის ჩადებული ჩვენი თავისუფლება. მე არა მარტო ვიქცევი იმის მიხედვით, თუ რას წარმოვადგენ, არამედ ვხდები იმის შესაბამისი, თუ როგორ ვიქცევი. ჩვეულებრივ ადამიანი კმაყოფილდება სამყაროთი, სადაც უსაფრთხოება ნაწილობრივაა. მაშინ, როდესაც ნევროტიკი აბსოლუტურ უსაფრთხოებას ეძებს. სიყვარული, ეს ის უზენაესი და საბოლოო მიზანია, რისკენაც კი შეიძლება ისწრაფოდეს ადამიანი. ადამიანის გადარჩენა სიყვარულითაა შესაძლებელი და სიყვარულის მეშვეობით მიიღწევა. თავისუფლებას, რომლის რეალიზაციაც არ არის დაკავშირებული პასუხისმგებლობასთან, ემუქრება თვითნებობად გადაქცევა.
მოიქეცით თქვენი სინდისის შესაბამისად, მაგრამ იქონიეთ მხედველობაში, რომ თქვენი სინდისი შეიძლება ყოველთვის არ იყოს მართალი. გარკვეული მნიშვნელობით ტანჯვა მნიშვნელობას იმ მომენტში კარგავს, როცა ის მსხვერპლის სახეს იძენს. ფსიქოთერაპიის მიზანია სულის განკურნება, რელიგიის მიზანი კი სულის გადარჩენაა. ადამიანს სჭირდება არა დაძაბულობის მოხსნა, არამედ იმპოტენციური აზრის აღძვრა, რომლის რეალიზაციაც მან უნდა მოახდინოს. მე ჩემი ცხოვრების აზრს იმაში ვხედავდი, რომ დამენახებინა სხვებისთვის მათი ცხოვრების აზრი. მოიწონე და გამოიწერე ჩვენი არხი. ერთად დავეხმაროთ ადამიანებს შეცვალონ საკუთარი სამყარო. შენ ხარ მნიშვნელოვანი.